ჩვენი შოუ 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 საღამოშვიდობის ძირფასო მეგობრებო მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. აი დაიწყო ტელეიმედის გახმაურებული მეგა პროექტის ვინ არის მეოთხე სეზონი, რომელმაც პირველივე ეპიზოდიდან მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. თანაც პირველი მონაწილე, რომლის ვინაობას გამჟღავნდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ლეგენდარული პიროვნება აღმოჩნდა. ეს გახლავთ გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის დინამოს ოქროს გუნდის მეკარე, დიუსელდორფის 13 მაისის ისტორიული მატჩის ერთ-ერთი გმირი და ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ბატონი ოთარ გაბელია, რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ. ორდანდი ბატონო ოთარ. მოგესალმები ოთარ ბატონო. ძალიან მიხარია რომ აქვს საშუალება გიმასპინძლოთ და თანაც აი აღმოჩენა იყო ყველასთვის და დიდი მოულოდნელობა ის რომ თქვენ გამოჩნდით, სრულიად ლოგიკური იყო რომ ყურძნის ფორმაში იყავით, იმიტომ რომ თქვენ ყურძენთან ყველანაირად მეგობრობთ და პატივისცემთ და ისიც ყადრი ამ ყველაფრის, მაგრამ ის რომ ამ შოუში ამ მასშტაბის პიროვნება იყო თქვენი სახით, ეს რა თქმა უნდა დიდი სიხარულიც იყო მოულოდნელობას და აი ამ ყველაფერზე მინდა გითხოთ. იმ ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს თან ყურძნიდან ამომდივარ, როგორ მოხდით მან და როგორ დაგითახვეს და რანაირად აღმოჩნდით ვინ არის? უპირველეს ყოვლისა მივესალმებით თქვენ სტუდიას, მოგესალმებით. ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა მეგობარმა, ხო, მაგრამ ცოტათი უარძე ვიყავი, მაგრამ მე ვთქვი მოვსინჯავ, მეთქი, იმიტომ ცოტა რთული არის. ეხლა ესეთ ამპლუაში გამოსვლა და ამიხსნეს რა და როგორ და ვიქნებოდი აი ამ ფორმაში, ყურძნის კოსტიუმი მექნებოდა. და ყურძნთან ახლოსა ვარ, იმიტომ რომ კახეთში ნამუშევარი ვარ ფეხბურთი, ამიტომ შორი არ არის ჩემთვის და რომ მოვსინჯავ ამ სიტუაციაში, ნუ ახლა ცით რა არის, მაინც აქტიურ სპორტ დიდი ხანია შევეშვით, ნუ ერთი ტაიმის თამაში შეგვიძლია კიდევ. და ამიტომ მაინც მოძრაობა ჭირდებოდა, ამას ნუ რეპეტიციები. აი ეს მინდა გითხო, მზადების პერიოდი როგორ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ როგორც წესი მონაწილეები ეს სხვადასხვა სეზონზე ამას აღნიშნავენ, რომ გარედან ეს შეიძლება ისე არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და აი ეს მინდა გითხოთ, რამდენად იყო ასე? ნუ რთული პროცესი არის, რა თქმა უნდა, პირველად ვიყავი მეც ამ სიტუაციაში. აი ნინუცას დიდი მადლობა. ნინუცა თქვენ პროდიუსერი, ჩვენი პროდიუსერი ნინუცა და მადლობა ნინუცას. რომელიც ყველანაირად მომხნევებდა, რომ ნუ ცოტა რთული არის, მაგრამ სხვა კოსტიუმები რომ ნახე, სხვა მონაწილეების ხო ისინი უფრო რთული კოსტიუმები ეცვათ იმათ და ერთ-ერთი ნუ ცუდად გახდა ერთ მომენტში რა თქვათ ანუ დატვირთვა დიდია ფიზიკურად ხო? არა, ფიზიკურად მithmenet სიმძიმეც არის, მაგრამ მე მგონი მე უფრო ყველაზე მსუბუქი შემხდა შედარებით, როცა სხვა კოსტიუმები ნახე. ამიტომ ალბათ მეც მოვინდომე რომ რამე ისე არ გამომივიდეს რა, რომ კარგად გამოსულიყო და მინდოდა ყველანაირად არავის არ ვეცნა რა. და მე მგონი გამომივიდა კიდევ. ყოველ შემთხვევაში თქვენმა მეზობელმა და ჟიურის წევრმა, დეტექტივმა ოთარ ტატიშვილმა ვერ გიწევთ, ხო? ვერ მისდო ოთარ ტატიშვილმა ყოველდღიურად მესალმებით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მისნა. რაღაც მიახლოებული იყო, მე მგონი ოთარი თუ ანდრე მახსოვს ქეცბას მიამსგავსეს, აჩიკო არველაძეს მიამსგავსეს. ანუ ფეხბურთთან ახლო ვერსიები იყო? მე ეგ ცეკვარო იყო ნახსენები. მინიშნებაში კი მახსოვს. ხო და ალბათ, მაგრამ მე არ მელოდნენ ეთქობა. არა, ნამდვილად არავინ არ გელოდა და თან მითხარები მათ. ნუ რთული იყო, რა თქმა უნდა, იმ დროს შეუჩვეველი რო ხარ და პირველად რო ხარ ამ სიტუაციაში, იმ კოსტიუმს რო ჩაიცვამდი, მე ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმ ხალბატონებს, ამ ხალბატონ თეატელიას პირველ რიგში ალბათ მას გულისხმობ, ხატვარი ვინ შექმნა ეს კოსტიუმი. ვინც ეხმარებოდა, იმიტომ რომ ამდენი კოსტიუმის გაკეთება, მერე იმის მორგება, ძალიან შრომატევადი საქმე არის და მართლა დიდებულად არქევენ თავს. და მთლიანად იმ პროექტის დამზრდელ ხალხს, რეჟისორებს, ყველას, იმადებს, წამყვანს, ყველას, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია. მე
წინა ის მაგ ნაყურები ხალბატონი ნონა რომ მონაწილეობდა ნაყურები მაგ და საერთოდ უყურებ როცა არის გადაცემა ეს პროექტი რომ გინდა უყურებ იმედზე ბევრ ამას უყურებ გაიხარეთ ბევრი მეგობრები მყავს აქ და შენი თამადობით რაღაცა ვარაგიანა მადლობა ოთარ ბატონო ჩემთვის დიდი ბედნიერება რომ თქვენ ვერდით ვარ გაზრდილი და აი ამ ფუფუნების საშუალება მქონდა ვინაიდან ივერიასა და დინამოს დიდი ძმობა და ეს გრძელდება დღემდე და ერთი ამბავი მინდა გაიხსენოთ კიდევ ნათლია ჩემთან რომ მიხვედით ახალი დანებებული ქონდათ მაშინ თქვენ ფეხბურთისთვის თავი ივერიას ქონდა კონცერტი მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ბათუმში ნუ დამთავრებული იყო დაბადების დღეზე და ნუ ახლა დაბადების დღე ის ისე არ ჩაევლის და კარგად მოვიხსენე და ნუ საღამოს გამოვდივართ და დავინახე არ წერა რომ ივერიის კონცერტი ამ და ამ საათზე ნუ 4 დღის განმავლობაში თუ 3 დღის განმავლობაში მიდიოდა ეს კონცერტები და საათის და ზუსტად რჩებოდა 9:30 საათი და ნუ მივედი და ახლა გადაჭედილი იყო დარბაზი ხალბატონი რომელიც იდგა კონტროლიორს რო ეძახიან ბილეთი და შესვლა მინდა ახლა ბილეთი სადამ აქვს მეუბნება ბილეთი მევთხარი არა მაქვს ბილეთი უნდა შევიდე მე არავით არ შემდგომაში ნუ ახლა ვარ დაუწყებ ხალბატონს ახლა ხო ვერ შეყვალ არ არის ადგილი და როგორ და ბილეთის არ აქვს მევთხარი მაშინ ერთი რამე მითხარი მევთხარი ამ მსახიობები საიდან შედიან მეთქი და მიმასწავლა წავედი საიდანაც შედიან მსახიობები და ახლა ზუსტად ესეთი სცენარი რა მაცივარია მახსოვს და ვახო ტატიშვილი გამოდის ხუდი ახურია და რაღაც სცენარი არგონავტებიდან იყო ერთ-ერთი სცენა მიუზიკ არგონავტებიდან კი ნუ ცოტა ჩუქჩას თამაშობდა აი გუნდებას ვარ მე და ნუ ვახო გამოდი და ეხლა თქვენზე ნაკლები მომღერლის ავთქამეთი და სცენაზე მინდა გასვლა და ხონებული 4-ზე მომდა ბიჭო გუპა კონცერტს მიშლი თქვენზე ნაკლები მომღერალი არ ვარ და ნუ მე კონცერტის დამთავრება გვაცალიო რა და დამთავრდა კონცერტი და მე ერთად წავედით და კარგად გავაგზავნეთ მესამე ტაიმი. მაგრამ ეცაც ის ურთიერთობა გვაქვს რა ბიჭებთან ის ხოთლები არიან და მერტმა განათეს ის აკლია იმის შემადგენლობას დიდებული პიროვნებები და აი ეს ურთიერთობა იცით შენს კარგად იცით შემოდია. კი რა თქმა უნდა მე აი ამ სიყვარულში ვარ გაძრდილი და ამ ურთიერთობაში და ეს მართლაც ჯადოსნური სამყაროა რასაც აი თბილისის დინამო ქვია მით უმეტეს აი ის თაობა და რასაც იხარულო რომ დღეს ეს სულისკვეთება აღდგა და ის თაობა წამოვიდა რომელიც თქვენს ტრადიციებს ესე ღირსეულად აგრძელებს და აი ერთი ამბავი მინდა გავიხსენო არაერთხელ მინახავს როდესაც გულშემატკივარი თქვათ მეკარის მოქმედებას დაშს უკრავს მათ შორის მეტოქის გუნდის გულშემატკივარმა შეიძლება თქვათ აპლოდისმენტები არ დაიშუროს მეკარის მიმართ მაგრამ მსაჯს რომ ტაში დაიკრას მეკარისთვის ასეთი რამ მე არ გამიგია და ვიცი რომ ესეთი ეპიზოდი იყო თქვენ კარიერაში და ეს მინდა რომ გაიხსენოთ ხო იცით რა არის კაი რაღაცებზე და ფეხბურთზე ჩემი კარგი თამაში და რაღაცები საერთოდ ვერ იდები ვიცი რომ გერიდება მაგრამ ამბავია თქვენ საინტერესო დათო მუჯირის მხრიდან წამოვიდა ბლოხინი იყო ზუსტად არ მახსოვს და კიევის დინამოსთან იყო თამაში როგორც კიევის დინამოსთან დიახ და გააკეთა ნუ ისეთი კარგი გადაცემა და ნუ ახლო მანძილიდან იმას შემთხვევით მოხდა მუხზე და მუხზე მოხვედრილი ძალიან ფეხზე დარყმულზე უარესია რაღაცნაირად გადაახსეს ზევი საათად ეგ და მოვიგერი ეს ბურთი და საჯი ახლაც მახსოვს ჟიხარები იყო საჯი რამდენი წელი გავიდა იყურება და უკრავს საიდან როგორ აიღო ეს ბურთი და გავხდები 1-2 წუთი ტას უკრავდა მე პირველად ნახე საჯი რომ ტას უკრავდა იყო ეს მომენტი არ ვიგონებ არაფერ ბატონოთან ნება მომენტით ამჯერად ჩვენ დაგიკრა დიდი ტაში და დიდი მადლობა გითხრათ ჯერ ერთ იმისთვის რომ ვინ არის პროექტი ესე დაამშვენეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ აი ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია ეხლა 13 მაისი სულ ცოტა ხნის წინათ იყო მაისის თვე ჯერ არ გასულა და აი ამ უდიდესი გამარჯვების სურნელი და ეს მუხტი დღემდე მოყვება ქართულ გულშემატკივარებს და აი ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა ბატონ ოთარ გაბელიას რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახდა ჩვენი სტუმრები არიან ძმები დიმიტრი და ომარ ბენაშვილები Ozandit. Ozandit. მოგესალმებით, დიმიტრი, ომარ. მოგესალმებით. პირველად ხარ ჩემთან სტუდიაში და მიხარია რომ მოგიწვიეთ ეს ორი ნიჭიერი ადამიანი. შორიდან გიცნობთ თქვენი ნახელავი გამის ინჯავს და მოხიბლული ვარ თქვენი კულინარიული ხელოვნებით. რა მინდა ისე კითხოთ თავშივე.
გარდა მარილისა, კიდე რა აქვს საერთო კულინარიასა და იუმორს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ უმარილო არც კერძი ვარგა და არც ხუმრობა და რა აქვს კიდე საერთო აი ამ ორ ამბავს რომელიც თქვენ გამოგარჩევთ. მოგესალმებით, კეთილი იყო ჩვენი ფეხი. მარილი ხო რა თქმა უნდა გემოს აძლევს კერძს და ხუმრობას კიდე რა თქმა უნდა ცოტა ესე პურმარილი და ხუმრობა ერთმანეთს უხდება. კი, უხდება ნამდვილად. თავარი კახური კითხვა უნდა დავსვა. რომელი უკეთესად წვავთ წვათს ეგ? მე ვიძახი რომ მე ვწავ, ეს იძახის რომ ეს წავს, მაგრამ საერთო ჯამში ორივე გემრიელად ვამზადებთ კერძებს ესე რომ ვთქვათ. კი, მაგის მომსწრევა არ ნამდვილად. ბევრს უკითხია რომ ბევრჯერ შემიწვია უმწადი და თქვენ კახეთში განსაკუთრებულად და განსხვავებულად წავთო და რანაირადო რა და ერთ-ერთს კი უპასუხე რომ მეთქი პაპაჩემა მასწავლა თქო რა ძველად სანამ პაპა გარდაიცვლებოდა ღმერთმა აცხონოს რომ პაპაჩემა მასწავლა რომ ქალსა და მწვადს მალმალე ტრიალი უნდაო ეხლა მე მაგ შეკითხვები მომზადებული და მოდი ორივეს დაგისვამთ. რომელი უფრო მალე აკეთებს ხაშლაბას? ხორცს გააჩნია. რაც უფრო ბევრი არის ხორცი, რა თქმა უნდა უფრო გემრიელიც არის და უფრო მალე იხარშება. ერთი დღე არის კლასელემამ გადავწყვიტეთ რომ გვექეიფა. ხარჯი ვიყიდეთ. სამწვადე, კიტრი, პომიდორი რამე აქეთ-იქით და ეხლა ვფიქრობთ ვის ოჯახში დავსხდეთ, ვის ოჯახში ვიქეიფო და ჩემი კლასელის მამამ გამოიარა და რას აფიქრობთო და აიო ვის ოჯახში დავსხდეთო და თქვენ მამა ძაღლებო ტოტზე ხო არა ცხოვრობთო, წამოდი და სხედი და იქეიფეთ. კარგია. მოდი გავაგრძელოთ კითხვები. სხვა კუთხის კერძებს რომელი უფრო ხშირად ამზადებთ? ანუ არაკახურს. მე ხშირად ვამზადებ. თუ არ ვწდები, ესეც ხშირად ამზადებს ხოლმე. ანუ მარტო მეგრულ სამზარეულოს ვაკეთებ. აი მეგრულს ვიდეო რომ მითხრა. ხარჩონი გზიანი იდეალურად. ჩვენთან რო ჩამბრძანდებით, გაგიმას პინძლებით და სიამონებით. ის მეგრულადებთ ხოლმე და მე ძირითადად უფრო სახს ვამზადებ ხოლმე. ხან ფრანგულ კუთხეს გავყვები ხოლმე დესერტები და ესეთი რაღაცები. ჩემს მეუღლესაც უყვარს ძალიან ჩემი მომზადებული და ესე რომ ვთქვათ, ანუ ესე რომ ვთქვათ, ყველა კუთხეს, ანუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა იმერეთია, სამეგრელო თუ საზღვროს იქით, ყველაფერს რა რომელს უფრო ხშირად გეხუმრებიან ხოლმე მეგობრები საჭმელთან დაკავშირებით ჯერ შენ გასინჯე და მე რეშვენო არის ეგეთი ამბავი სამზარეულოში ყველას ეხმურებიან ხოლმე მასე არა მარტო ჩვენ რომელს უფრო მეტი ცრემლი დაგიღურიათ ხახვის დამუშავებას გულისხმობ მაგ შეკითხვაში ალბათ დიმას იმიტომ რომ გაცილებით უფრო ჩემზე დიდი ხანი არის ამ სფეროში და მე აღარ მეწובה უკვე თვალები ხარ მივეჩვიე ხო მეც მივეჩვიე მაგრამ მაინც შენ უფრო დიდი სტაჟი გაქვს ესე რომ ვთქვათ გამოცდილების და მოდი რადგან კულინარიული ხასიათის შეკითხვები უკვე დაგისვით სახალისო ისტორიად შემოგვაშველეთ მოგიხსენოთ რაღაც რამოდენიმე კვირის უკან იყო აღდგომა კი ბატონო და წინა თქმა უნდა წინა სამზადისი არის ხოლმე საფრავს რო გავასუფთავეთ ხოლმე ზოგან ბალახი არის ზოგან მაყლის ბარდი არის რაღაცა ისე დაიმთხო რომ მამაჩემი წავიდა საფრავის გასასუფთავებლად რა ცოტა მოკლე არის და იქ რომ მივიდა საფრავის გასასუფთავებლად იყო დიდი მაყლის ბარდები და ეს მამაჩემი მიყვება მას რომ საფრავზე რომ მივედიო იმხელაბა ბარდები იყო რომ ანუ მიტო პაპა ერქვა პაპაჩებს ანუ ჩვენ პაპას მამის მხრიდან და მიტო პაპაო ფეხი წვერებზე იდგა და კურდღელივით აეგრე იყურებოდა ბარდებიდან დიდი მადლობა სტუმრობისთვის წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ძვირფასო მეგობრებო ჩვენი სტუმრები იყვნენ დიმიტრი და ომარ ბენაშვილები მადლობა თქვენ ჩვენი სტუმარია ნორჩი მომღერალი საბა ადამაშვილი Ყვარულით გადავრჩი საქართველო ბეჭედია ბაჯაღო და თბილისი შიგჩასმული ბადაღში თრიალეთის ქედი შენით ქედმაღლობს კავკასიონს და თვალები
ჩვენი სტუმარია სასიკადულო ანსამბლი ერისიონი. სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი, ანსამბლის დირექტორი ვანო ჩხაიძე და ერისიონის მსახიობ მოცეკვავი და სოლისტი ლიკა წიფურია. მოგესალმებით ჩემო ძირფასო. მოგესალმებით ჩემო დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის შემდგენით საქართველოს იცით როგორ მიხარია განსაკუთრებულად თქვენი მომზადება ერისიონის და დიდი მადლობა. თქვენი ოჯახის და იმ დიდი ოჯახის რასაც ერისიონი ქვია. მით უმეტეს დღეს ჩვენ გვაქვს ორი მიზეზი და ორი ერთმანეთზე უკეთესი მე ვიტყოდი. ერთი ალბათ უმთავრესი უკავშირდება საოცარ პიროვნებას. ბატონ ჯემალ ჭკუასელს, რომელიც ასე დააკლდა მთელს საზოგადოებას, განსაკუთრებით მუსიკალურ საზოგადოებას და ის როგორც შემოქმედი, როგორც პროფესიონალი და როგორც პიროვნება. და ამასობაში 90 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან, აი საიუბილეო თარიღი, გავიხსენოთ ბატონი ჯემალი პირველ რიგში და აქვე ვთქვათ ისიც რომ 30 მაისს, ანუ სულ რაღაცა 6 დღეში ჩატარდება ძალიან საინტერესო კონცერტი, ერისიონი ატარებს მასხადია და ეძღვნება რა თქმა უნდა ბატონი ჯემალის 90 წლის იუბილეს, მაგრამ ჯერ დავიწყოთ პირველ რიგში ბატონი ჯემალისგან. რას ფიქრობთ? ეხლა რა სიტყვა და დღევანდელ დღეს? აი ამ ასაკს რომ მოსწრებოდა, ბევრიც არ დააკლდა კაცმარო თქოს. მე ვფიქრობ იტყოდა რომ ცოტას და დავეწევი ერისიონ სასაქშიო, ხო? რაღაცას გავს. როგორც მე მითხრა, რამდენი წელს გახდიო? თვითონ არ იცოდა 60-ის მეთქიო. მეწევი ნელ-ნელაო. რა თქვენ იუმორი ახსენეთ ბატონი ჯემალის და ახლა მამას ასე თუ ისე ვიცნობდი, ხო? ის ხასიათს და აი ძალიან იუმორის ხასიათზე რო იყო ხოლმე. ესე იგი მაშინ რაღაცა უჭირდა როგორ, აი რაღაცაზე ფიქრობდა, რაღაცაზე იყო ის და ამით გადაქონდა ეს მოიშველიებდა იუმორს ამ დროს. ნერვიულობდა რაღაცაზე, ამით იხალისებდა თვითონ თავსაც და სხვასაც და ერთხელ მოვიდა სახში გაბრაზებული და მე და ჩემი ძმა ვივარ და ლუდი გამოტარილი და შემოვიდა და ეთქვა არ არის ხასე. აი ბიჭი გლოთები ხართ შენ და შენი ძმაო რა. აი გაიქცა მეორე ოთახში. ცოტა შემოვიდა და გეული ჭიქაბა მეც ერთი მომედა. შემოგიერთეთ. და შენ არაკის გექნება შენახული რაღაც გამეიტანე. თავის დროზე რო არ დაუძახით იმიტომ მაგედან იყო რომ დავიწყეთ გაბრაზდა. კიდე ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და გენაცვალე. ნამდვილად დიდი პიროვნება ბრძანდებოდა ბატონი ჯემალი და საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. აი თან სიცოცხლით სავსე, საქმისადმი დამოკიდებულება, მეგობრებისადმი დამოკიდებულება, სიმღერის, ну ახლა სიმღერაზე აღარ ვსაუბრობ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას სიმღერასთან და პლუს ქვეყანასთან. ქვეყანა უყვარდა სიგიჟემდე რა. ახალგაზრდებთან იყო, როგორც მათი ტოლი. ისე შეეძლო იმათთან ჩამოჯდომა ლაპარაკი, კეიფი, ყველაფერი. და ის უყვარდა ეს ორი სტროფი. კაც დიდთან დიდ უნდა იყოს, ცოტასთან კიდევ ცოტაიო. ფანტასტიკური ნიჭი ჰქონდა მართლაც აი როგორ გვიყადრებდა თავს და მართლაც აი ტოლსწორად გვემეგობრებოდა. სულ ცოტა ხნის უკან 18 მაისში შესანიშნავი კონცერტი ჩავატარეთ ოზურგეთში და მოვიფერეთ ჩვენს გურულებს და იმ მის დაბადების დღეზე, ხო? მის დაბადების დღეს სადაც ის ყოველთვის ცოტა რო დაღლას იგზნობდით პირველი აი უცბად გაქრებოდა 2-3 დღე წავიქცეოდა განვაკლებოდა გურიაში და მოდიოდა რა ვიცი უშველებელი ენერგიით რა. 20-ში მქონდა ბატონ გიორგი კალანდიასთან შესანიშნავი გამოფენა და დღესაც მიმდინარეობს ძალიან საინტერესო ვიტყოდით და ესევე ეს გამოფენა გადავა დადიანების სასახლეში ივლისში ზუგდიდში და 30 აი დაგვირგვინდება ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში. ჯანსუღ კახიძის სახელობის დარბაზი, სადაც საინტერესო საღამო იქნება, იმიტომ რომ მარტო მომღერლების კონცერტი ერისიონის და ცოტა სხვა მხრიდანაც დაინახავს მაყურებელი ერისიონს. ეკუთვნით ბატონ ჯემალს აი ეს მასშტაბური ღონისძიებები ნამდვილად რა. და ასევე პრეზენტაცია იმ საოცარი დისკისა, რომელიც შენ იხილე და მოგერთი. შესანიშნავი ნამუშევარია და შინაარსი ხო პირველ რიგში და ვიზუალურადაც აი ყველაფერი არის იმ ხარისხით, რომელიც ერისიონსა და ჯემალ ჭკუასელს იქ არის 80 წლიანი ჩანაწერები ბატონ ჯემალის ხელმძღვანელობის პერიოდში 50-58 სიმღერა, იმ საოცარი გენიოსი მომღერლების მიერ შესრულებული. და დღევანდელი ჩვენი საოცარი ბიჭები, საოცარი მომღერლები, უმჭერეს ხალხი, ჩვენი ლოტბარის თორნიკი კანელაკის შესანიშნავი ნამუშევარი ბატონ შერმადითან ერთად, სულ არის 100-105 სიმღერა. ეკა ძირფასო თქვენთან და გადავიდე კითხვით. როგორი მამა იყო ბატონი ჯემალი? მოგესალმებით, მამა იყო მართლა განსაკუთრებული, იმიტომ რომ თვითონ ასე ამბობდა ყოველთვის, მე ჩვენ დამოკიდებულებაც რაღაცა სხვანაირი ქონდა და ყოველთვის მომიხსენიებდა როგორც ნანატრშვილს, იმიტომ რომ ორი უფროსი ძმა მყავს და რაღაცა განსაკუთრებულად
მანებიურებდა ასე ვთქვათ. და შეეხება დამოკიდებულებას და ჩემი გათხოვების ამბავი და ეს იყო მისთვის ტრაგედია და უნდა ჩავთო იუმორი. მიუხედავად ისა, ამერიკაისიძე შევხვდი ამის და მიუხედავად. ბატონი ჯევალი იუმორის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება და გურიაში მიდიოდნენ და რამოდენიმე მანქანით უნდა წასულიყვნენ და ვერ გადაწყვიტა ვის გაყოლოდა, ერთ-ერთი ვანიკო იყო და კიდე სხვა მანქანებიც და ბოლოს აღარ ვიცი მე უკვე ვის გაყვა და გზაში ურეკავ რომ მამა რაგენი მეთქი ბოლო ვის გაყევით ხო ვანიკოს გაყევი მეთქი და სიჩუმია და შე რო გაყევი ხო ამაშენეო და ეხა მე მაგრამ თავარი ის არის რომ მართლა იქ იყო მანქანაში ამას თვითონ მიყავდა და აი ეს ბოლო ისინი მინდა კიდე გავიხსენო რა შემიძლია ფრთხილად ვიარე მე რა ეხლაც რამდენი შევდივარ დარბაზში და იმ კიბეებს რო აუყვები ხოლმე ანუ ეს უფრო მეძალება რაღაც ამ ბოლო დროს სულ მახსენდება როგორი მითი აი ბოლო წუთამდე სანამ შეეძლო ცდილობდა რომ აერბინა ის კიბეები ნუ ბოლოს აღარ შეეძლო მაგრამ და მე გაჩერდებოდა ეგ და ვიღაცა მიმატებს ყოველდღე ამ კიბესო ვიღაცა მიმატებს ანუ იმას არ ამბობდა რომ მე დავხვდი არა კიბეს ამატებს ლიკა ჩემო ძირფასო განსაკუთრებული სიტყვა ქონდა შენს მიმართ როგორც პიროვნების და მე უკვე როგორ ძლის მიმართ და შენას მეტყოდი და როგორ გაიხსენებდი ბატონ ჯემალს აი ყოველთვის მგონია რომ როცა გუნდს უსმენ ჩვენი გუნდი მღერის იქ ერთი ხმა არის ბატონი ჯემალის ყოველთვის მგონია რომ აი კულეში როცა გავიხედები ანუ იქ დგას ბატონი ჯემალი რაღაცა მიჭირს წარსულში მასზე საუბარი იმიტომ რომ ყოველთვის მეგონა რომ ამ ადამიანს არაფერი დაემართებოდა იმდენად ძლიერი იყო ჩემთვის ბატონი ჯემალი არის ქვეყნის პატრიოტი მისგან არა მარტო პროფესიული კუთხით ვსწავლობდით არამედ სხვა ჩვენ სახილ მოცეკვავეები სხვა უნარჩვევებსაც გვასწავლიდა რაღაც წვრთნიდა სხვა დისციპლინას გვიყალიბებდა და საკმაოდ გამოგვადგა ცხოვრებაში მისი ყველა დარიგება. რო შემოდიოდა დარბაზში ვერ იტყოდი იმ ადამიანს საერთოდ რაიმე უჭირდა ან რაიმე აწუხებდა. ეს ჩემთვის აი მართლაც რომ სანიმუშო ხასიათია და აი გასათვალისწინებელი როგორ უნდა მოითმინოს ხელოვანმა ადამიანმა ყველა ეს დაბკოლება არ ეყვებოდა მე ბოლო პერიოდში რაც მანამდე არ მიგრძნია და არ აკეთებდა ამას ძალიან ხშირად მირეკავდა და კითხულობდა ლიას მეწახდა ლია როგორ ხარ ბოლო წუთამდე აი არ ვიცი ბოლო დღეებშიც კი სიმღერის ტექსტებს წერდა და მიკითხავდა რომ აი აბა ეს როგორ მოგეწონა ეს როგორ არის აი ეს მე წაიღინებდა ეს მელოდიასაც ყველაფერს არ ვიცი ჩემთვის პირადად ცოცხალია და ბედნიერი ვარ რომ ასეთ ბუმბერას ადამიანს ვიცნობდი და ესეთი ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მასთან და ტრადიციები უყვარდა აფასებდა იცავდა ამ ტრადიციებს აი ის მინდა გავიხსენო კიდე პირველად რომ მივედი ანსამბლში ჩამათვეს ზუსტად ის გურული ფერხულის ფორმა დამატრიალა მარჯვნივ მარცხნივ პროფილში ყველანაირად ერთი მითხრა მე დაუზახა ჯეკოს ხო ცოტა ქუსლის სიმაღლეს მოუმატეო ცოტაო მე უკვე ავწია ქუსლის სიმაღლეც და შენო ჩვენთან ხომ იციო როგორც ხდებაო და უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ჩვენთან დაძმან ცოლქმარიო და მე ანუ მივხვდი როგორ ინარჩუნებს არა მარტო აი ამ კუთხით ცეკვებშიც ყველაფერში აი თვითონ ურთიერთობები ანსამბლში რაღაც ყოველთვის აქცევდა ამას ყურადღებას და ნამდვილად საამაყოა რომ ამ უდიდესი საგანძურის მქონე ოჯახის წევრი ვარ არ ვიცი მართლა მოვლენა ნამდვილად უნდა ეთქვას თითოეული მსახიობის მიმართ რა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ როცა გვაქვს საშუალება იმისა ამდენ როცა ოჯახზეა საუბარი ამდენ ოჯახს ძალიან დიდი ესე ვთქვათ შემოქმედი ადამიანები ყავს მოცეკვავე იქნება თუ მომღერალ ჩვენ არ ვანსხვავებთ ამას ეს არის დიდი ოჯახი და მე მინდა თითოეულ ანსამბლის წევრს დიდი მადლობა უთხრა იმისთვის რომ ესე გვიდგან ამ გვერდით მადლობა და მადლობა ასევე ყველას ვინც გვერდში გიდგათ რომ აი ეს საქმიანობა განახორციელო და მათ შორის ის კონცერტი რომელსაც სულ მალე ჩაატარებთ ეს ყველაფერი ეს რაც ვქენით ეხლა და რასაც ვაკეთებთ ამ პროექტთან დაკავშირებით ბატონ ჯემალ ჭკვასელის იუბილეისთან დაკავშირებით ძალიან
გვერდით დაგვიდგა სახელმწიფო, დაგვიდგა გვერდით კულტურის სამინისტრო, მერია და ამისთვის ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა მინდა უთხრა და პირადად თქვენ კიდე შეგიძლია დიდი მადლობა თქვენს დიდ ოჯახს ყოველთვის გვერდში მიგულეთ რა თქმა უნდა ამდენი წლის განმავლობაში ეს ერთად მოვდიოთ ერთმანეთის გვერდით გელავთ. ახლა რაც შეეხება სიმღერას, რომელიც დღეს უნდა აჟღერდეს, ჩვენ მართლაც გამორჩეული თარიღი გვიახლოვდება სულ რაღაც 2 დღეში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ 26 მაისს. ბატონი ჯემალი როდესაც ახსენებდა სიტყვას ჩაკრულო, რომელიც კოსმოსში ხმიანობს, აი თითქოს გესმოდა ის ხმა კოსმოსიდან ძალუმად გამორტყორცნილი და მთელ სამყაროში აჟღერებული. ბატონი ჯემალის მსგავსად თითქოს ვერავინ გრძნობდა და ვერავინ გამოხატავდა თუნდაც სიტყვიერად მასშტაბს ამ საოცარი სიმღერისა და მოდი ჩაკრულო და აგუგუნოს დღეს ჩვენი შოუს სტუდიაში ერისიონმა და წინასწარ მიულოცოთ თითოეულ ქართველს ჩვენი უსაყვარლესი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე. აი ხიდის თავს შევკრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ხიძლი ზმანია ჩავხდეთ მხრან ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია Harulelo
მეგობრებო, უღრმესი მადლობა ჩვენს სტუმრებს, ანსამბლ ერისიოს. კიდევ ერთხელ სული და გული წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.